1/12 პირველი 6 გაყოფილი 3/5-ზე პლუს 8 გამრავლებული 3/4-ზე მინუს 1/1 მეორედი გამრავლებული 6-ზე პლუს 7/20 გამრავლებული 20-ზე მინუს 12 გაყოფილი 6/7-ზე. მოქმედებები წილადებზე. პირველი მოქმედება გვაქვს 6 გაყოფილი 3/5-ზე. წილადი რო გავყოთ რიცხვი რო გავყოთ წილადზე, ამისთვის რიცხვი უნდა გავამრავლოთ წილადის შებრუნებულზე. ანუ 6 გაყოფილი 3/5-ზე იგივეა რაც 6 გამრავლებული 5/13-ზე. 8 გამრავლებული 3/4-ზე. აქ შეგვიძლია უკვე პირდაპირ რიცხვი შევკვეცოთ ნიშნელზე. 8 და 4 შევკვეცოთ 4-ზე. 4 რო გავყოთ 4-ზე არის 1, 8 რო გავყოთ 4-ზე არის 2. ანუ 2 უნდა გავამრავლოთ მარტო 3-ზე. ანუ 8 გამრავლებული 3/4-ის მაგივრად დავწეროთ 2 ჯერ 3. 1/1 გამრავლებული 6-ზე. 1/1 6 რო გავამრავლოთ, შერეული რიცხვს ვამრავლებთ რიცხვზე, ამისთვის ეს შერეული რიცხვი უნდა გავავაქციოთ წილადად. 1 ჯერ 2 პლუს 1 არის 3, ანუ 3/2 უნდა გავამრავლოთ 6-ზე. 7/10 რო გავამრავლოთ 20-ზე, ამისათვის რიცხვი უნდა შევკვეცოთ ნიშნელთან. 20 და 10 შევკვეცოთ 10-ზე. 10-ზე გავყოთ 1 არის, 20 რო გავყოთ 10-ზე არის 2. ანუ 7/10 ჯერ 20-ის მაგივრად 7 ჯერ 2 მინუს 12 გაყოფილი 6/7-ის მაგივრად წილადზე როცა ვყავთ, უნდა გავამრავლოთ ამ წილადის შებრუნებულზე. ანუ 12 გამრავლებული 7/6-ზე. აქაც მივყვეთ ნაბიჯი და შევასრულოთ მოქმედებები. რიცხვს ვამრავლებთ წილადზე პირველი მოქმედებით, ამისთვის რიცხვი უნდა შევკვეცოთ ნიშნელზე და გავამრავლოთ მრიცხველზე. 6 გაყოფილი 3-ზე არის 2 და 2 ჯერ 5 პლუს 2 ჯერ 3 არის 6 მინუს 3/2 რო 6-ზე გავამრავლოთ, 6 და 2 შევკვეცოთ 2-ზე, 2 გავყოთ 2-ზე არის 1, 6 გავყოთ 2-ზე არის 3. ანუ 3/2 გამრავლებული 6-ის მაგივრად დავწეროთ 3 ჯერ 3. 2 ჯერ 7 არის 14 და 12 გამრავლებული 7/6-ზე რიცხვი შევკვეცოთ ნიშნელზე. 12 რო გავყოთ 6-ზე არის 2, 6 გავყოთ 6-ზე არის 1. ანუ დაგვრჩა 2 ჯერ 7. აქაც შევასრულოთ მოქმედებები, გამრავლებებისადაც აგვაქვს 2 ჯერ 5 არის 10 პლუს მე 6 მინუს 3 ჯერ 3 არის 9 პლუს 14 და 2 ჯერ 7 არის 14. 14 მინუს 14 0 არის გაბათილდება. 10 პლუს 6 მინუს 9 არის 16 მინუს 9 და 7.